ჯერ კიდევ დაახლოებით თვენახევარი 2 თვის წინ ერთადერთი პარტია, ვინც ღიად ამბობდა, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ეს იყო თქვენი პარტია. ახლა გამოჩნდნენ ოპოზიციიდან 2 პარტია, ეს ლელო და გახარიას პარტია, რას შეცვლის ეს თქვენი აზრით? მათი არჩევნებში მონაწილეობა. არაფერს, რა შეცვალოს. მე მგონი არც არის არანაირი მიზანი, რომ რამე განსაკუთრებულად შეცვალოს. უბრალოდ ისინი ახლა საყოველთაო ბულინგის მსხვერპლები არიან, მოგეხსენებათ, თუმცა საკუთარი საქციელის გამო. თავის დროზე ჩვენ წინააღმდეგ ქოქავდნენ საკუთარ ჟურნალისტებს და ლანძღვაგინების კორიანტები ჰქონდათ მოწყობილი. იმისთვის რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის რაღაცა ღალატობს, ამას ღალატობს, იმას და ასე შემდეგ. და დღეს ვთქვათ დაინახეს, რომ მეორე ადგილზე ბრძოლის შანსია. და ამ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო ბატონი ხაზარაძე და სწორედ ამიტომ მისჯება ესე რომ ვთქვათ სხვა მეორე ადგილის მსურველი პოლიტიკური ძალებისგან. მე ამ ამბავს ძალიან მშვიდად ვუყურებ, ზოგადად გონია რომ არაფერი ისტორიული სამართლობა აქ არ ხდება, იმიტომ რომ ხაზარაძემ მოიმკა ის რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით და ბოლოს აღმოჩნდა რომ მაინც და მაინც ეს მისი ძველი თანამებრძოლები და ჟურნალისტები ყველა არ ერთგულებს ხაზარაძის იდეას. თუმცა ნახოთ, მე მგონია რომ მაინც ცოტა ხანში გადმოერთვებიან მისი ჟურნალისტები და მაინც ხაზარაძის ერთგულებაზე დაიფიცებენ, ასე მგონია. და როდესაც ვთქვათ იგივე ხაზარაძე აცხადებს რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაშინ ციხეში რაღაცე წავიდა. თუ ამ პრეზიდენტის ყაბულაშვილის დანიშნულ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ოცნებაში ამბობენ რომ ამით თუ არ აღიარებს, რატო იღებს მაშინ მონაწილეობას ამ არჩევნებში? ეს ხო ყაბულაშვილმა დანიშნა ეს არჩევნებში. თქვენ აი ამ საკითხს როგორ უყურებთ? თქვენ იცით რომ ზოგადად ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი უნდა ყოფილიყო დებატი და მათ არ მოვიდა არც ერთი პარტია, უნდა ვთქვათ შევთავაზე დღეს ლელოსაც, გახარიასაც, ერთადერთი პარტია ვინც დათანხმდა ამ დებატს იყო გირჩი, უნდა დღეს ცალ-ცალკეც არ მოვიდნენ. ხო, მე იმის ხმამდა რომ ეს კითხვა რაც თქვენ დამისვით, ჩემი მიმართ არ არის, მათ მიმართ არის. თქვენი შეფასება მაინტერესებს. ან ჩემი შეფასება ის არის, რომ ჩვენ დღემდე გვაქვს დისკუსია მე და სანდროს ოფისში იმასთან დაკავშირებით, ლელოში დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები, ამის იქით მაინც ვერ წავალთ. იმიტომ რომ რაც ახლა ზოგადად ესენი რასაც ჩვენბიან საბოლოო ჯამში, აი ის თამაშის ტაქტიკა რაც შემოგთავაზეს, ან ერთი ჯდება, ან მეორეში, იმიტომ რომ სხვა მესამე აქ უბრალოდ ვარიანტი არ არის. რატომ ხდება ასე? აი მართლა ხო ჩვენ ხო სამი პარტია ვართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. ანუ ვის თქვენ დაპატიჟეთ, ლელოს ასეთ უნდა ყოფილიყო, გახარიაც ასეთ უნდა ყოფილიყო. მე ხო სინამდვილეში უნდა ვამყარებდე მათ პოზიციას. ამათ რომ უბრალოდ ჩემთან მოესვლებოდეთ და საერთოდ ვინმესთან რამე პირი ქონდეთ მოსასვლელი, ისე რომ ვთქვათ, მაგრამ და ტევე-პირველი ამ უბედურ დღეში რო ახლა რო უწევთ ხაზარაძის გაправება, თან ვერ აპრავებენ, თან რაღაცა ანუ აი ფიზიკურად ხო ვიღაც ხალხი უნდა იჯდეს იქ, რომელიც იმ პოზიციას, ატომ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, იცავდეს. და ხაზარაძემ ხო თვითონ მოჭრა ეს რტო, ყველაფერი ხო თვითონ გააკეთა, ყველაფერი ეს გიჟობა რაც მოაწყვეს, რომელიც ბოლოს მისივე პატიმრობით დამთავრდა, თვითონ გააკეთეს. ამ წუთას ფაქტობრივად მათ იმ მსგავს პოზიციასთან ვერ ჯდებიან სალაპარაკოთ და ამ სიტუაციაში გადიან არჩევნებზე და მე ზოგადად ვხვდები ასე, ანუ ეს ყველაფერი ასეთ სიგიჟეში რანაირად ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი, აი რაც ახლა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ხდება, ნამდვილად ჩვენ თავს ხდება და არავის არანაირი დასკვნა აქედან არ გამოდის. არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა დაუშვათ ლელომ და გახარიამ. არის იმის მოლოდინი, მაგალითად დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ამბობდა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სერია, რომ არჩევნები გაყალდაო. შემდეგ იტყვიან მაინც ამასო, როცა ვერ მიიღებენ იმ შედეგებსო, რა შედეგებიც მათ სურთო. იაგო ხვიჩი აი ამ პროცესში რა პოზიცია ექნება, თუ დაინახავთ რომ როგორც ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ თქვენ მესამე დღეს გააპროტესტეთ, აი გაჟონაოთ, თორემ მანამდე აღიარებდით პრაქტიკულად იმ შედეგებს. თუ ახლაც ასე მოხდება, რომ პირველ დღესვე გამოვიდნენ და ვერ ასაბუთებდნენ ვერაფერს და ამბობდნენ რომ ზოგადად არჩევნები გაყავდა, თქვენ რა პოზიცია გექნებათ? ჩვენ ყოველთვის დეგივე პოზიცია გვაქვს, რასაც ხედავთ, იმის მიხედვით ვლაპარაკობთ. რომ არჩევნების მეორე დღეს ჩვენთვის ცხადი იყო, რომ რასაც ოპოზიცია ეძახდა, რომ გაყავდა 300.000-400.000 ხმა, ეს უბრალოდ ტყუილი იყო და ამიტომ ეგრევე მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები წაგებული მქონდა, თქვით რომ რავი ეს სისულელია ხალხო, რავი გააგრძელეთ მუშაობა, ეს თქვით. უბრალოდ მეორე მესამე დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაც ჩვენ შეიძლება ყველა ფიქრობდით, რომ ჩვენს ბიულეტენში გამოჩნდა და ასე შემდეგ. უკვე საჯაროდ ცხადი გახდა, რომ საყოველთაო ფარული არჩევნები ჩავატარეთ საყოველთაო ღიად. შესაბამისად ჩვენი პოზიცია
უბრალოდ შეიცვალა და ითქვა რომ ხალხო ამ გიჟობას ნოაწვევით 300,000 ხმის გაყალბებას. არამედ თქვით რომ ბიულეტინმა გაჟონა, ნამდვილად გაჟონა ბიულეტინმა. ჩვენ არ ვიცით ამან რა გავლენა მოახდინა ამ საზოგადოებაზე, როგორ შეცვალა ამ საზოგადოების არჩევანი ფაქტობრივად. ამიტომ მოდით ახლა თქვათ რომ მარტო ეს არის არგუმენტი, იმიტომ რომ ეს არის არსებითი დარღვევა კანონის. ამიტომ ეს ყველაფერი თავიდან გავაკეთოთ, მაგრამ მაშინ საერთოდ სხვა მოთხოვნები და სხვა რაღაცას აჭენებდნენ ჩვენი პარტიები და მედია საშუალებები. ამიტომ ჩვენ გამოვედით ამ თამაშიდან რაღაცნაირად და ჩვენი დამოკიდებულება ის არის რომ რავი არ გინდათ მოგება თავში ხვა გიხლიათ. ჩვენ ახლა სხვა ამოცანა გვაქვს საერთოდ, ანუ ჩვენ უბრალოდ უყურებთ და საზოგადოებას გვინდა აუხსნათ რა საშიშია ზოგადად ამ ქვეყანაში ცხოვრება. ვინც გინდა იმის მომხრე იყავი, ანუ ქართული ოცნების მომხრეებისთვის საშიში არ არის, რავი ხალხი თავს იკლავს მართლა უშინდელი უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორც საბჭოთა კავშირის 30-იან წლებში, რავი ხალხი თავს იკლავს. მე არ ვიცი ის არა ქვია, ერთმანეთს ესროლეს არის რაც უნდა თქვენ, მაგრამ ამაზე უარესი რომ ამხელა თანამდებობის პირმა თვითმკვლელობა ცადა, ფაქტობრივად საჯაროდ. ანუ ამაზე დიდი დარტყმა რა უნდა იყოს, მართლა ჩვენ თუ დაფიქრება გვინდა მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველში, თუ რა საფრთხეში იგდებს თავად ქართული ოცნება თავს იმ უზარმაზარი ძალაუფლებიდან გამომდინარე, რომელიც პირველ რიგში მისმა ამორჩეველმა მიცა მას. და კი ბატონო, წაეხმარა ქართული ოცნება ყველაფრით, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ქართული ოცნების ამორჩევლები არსებობენ. ასევე ნაციონალური მოძრაობა, რომელიც უბრალოდ ჯერ პოზიცია ვერ შეუკრია ზოგადად რა უნდა რანაირი ქვეყანა უნდა ამ ქვეყანაში. ლელო რომელიც რა მისივე თვითონ ატარებს კვლევას, ანუ ადრე ხო იყო რაღაცა არსებობდა საგარეო კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციები USAID თუ ვიღაცა. USAID-ის ადგილას USAID-ის კვლევა ან რაღაცა IRA-ის კვლევის ნაცვლად ახლა არის IAGO-s კვლევა. მაგრამ არ ვიცი ხო იყო რაღაცა ანუ ხშირად შემსახელთან ასოცირდება და საერთოდ არ მინდა რომ რაღაცა სიყალბე ასოცირდებოდეს შემსახელთან, მაგრამ ზოგადად ჩვენ ხო ხვდებით რომ ანუ ვინ შეუკვეთავს კვლევას, ისეთი შედეგები იდება. შეუკვეთავს ხაზარაძე კვლევას, რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო. კვლევა დაიწერება. ანუ ყველაფერი სიყალბეა. ხარა, ნახეთ, კვლევა დაიწერება, თქვენ ხო იყავით ხაზარაძე რომ გარეთ იყო, უკვეთავდა კვლევას და კვლევა ამბობდა რომ წადით არჩევნებშიო. შევიდა ხაზარაძე ციხეში, იგივე კვლევარმა ჩაატარა კვლევა, სადაც ნახეთ დაწერა 75%-ია თურმე TV პირველს ენდობაო. აი ეს თუ TV პირველის მაყურებლებში და Facebook კომენტარებში არ ჩაატარა კვლევა. ამ საქართველოში ჩვენ ხო ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. შეიძლება რომ ჩვენ ჩავთვალოთ რომ საქართველოს მოსახლეობის 65% TV პირველს ენდობა. ანუ აი ამის ქართულ ხალხს ხო არ მოუცია ამის საფუძველი ნამდვილად. აი ასეთ კვლევას რო ატარებენ უკვე შენ წინააღმდეგ, ანუ შენ იყავი ხაზარაძე, რომელსაც ერთ და იგივე კაც შეუკვეთა კვლევა. ამ კვლევის მიხედვით ხალხი ითხოვდა არჩევნებში მონაწილეობას. ახლა ვიღაცამ არ ვიცი კიდე ვინ შეუკვეთა იმავე კაც კვლევა, რომელიც ამბობს რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის 65% TV პირველს ენდობა და თუ ამას იტყვი რომ 65% თუ ენდობა TV პირველს, ხო TV პირველში ბედის ირონიაა რომ ხაზარაძე აფინანსებს, მაგრამ კამპანიაა გაჩაღებული არჩევნებში ვინც მიიღოს მონაწილეობა იმის გინებაზე, შესაბამისად მისი მაყურებლებისთვის ცხადია რომ ის შედეგი დადგება, რას დადგება, მაგრამ კვლევა ხო არც ერთი არ არის. ანუ მაშინაც ხო რაღაცა კუდი მოება ამ კვლევას, ასე ვიკითხეთ ჩვენ და ესე დავსვით და შემდეგ და ხო რა კვლევებიც არ უნდა ჩატარებულიყო. ხო მას არანაირი არც შედეგი და არც როგორ გითხარი რა დასკვნობა გამოიტანოს აქედან ქართულმა ხალხმა. რო ვფიქრობდე რომ კვლევას ხო რაღაც ღირებულება გააჩნია, თუმცა შევისწავლეთ ქართული ხალხი ამას ფიქრობს. შენ თუ კვლევას დაიწყებ იმით რომ ქართული ხალხის 65% TV პირველს ენდობა. მე რაც ამა დამიწერე ქვემოთ. მე ხო ამას ანუ მე ხო შეიძლება ასეთი შენ თუ ჩაატარებ მართლა კვლევას რაღაც კონკრეტულ საზოგადოებაში TV პირველის ოფისში, მაშინ ცხადია რომ შეიძლება მიიღო ასეთი შემთხვევა. აჭარის ტელევიზიაში რო ჩაატარო კვლევა, აქ თქვენ თანამშრომლებში ენდობით თუ არა აჭარის ტელევიზიაში თქვენ ხო გახვალთ პირველ ადგილზე. ანუ გააჩნია შენ ამას როგორ აკეთებ და აი ეს ტყუილებით და ფალსიფიკაციის ბრძოლა არის ის რაც ლელოს აი ეს ძვირად დაუჯდა რომ თვითონ ციხეშია და მის მიერ დაქირავებული ჟურნალისტები მასაგინებენ. აი მე რო დამიჭირონ ახლა და მე სანდრო ვახო და საბო რო დაგვიჭირონ და ჩვენი ოფისის თანამშრომლები რო გამოდიოდნენ და გვემიჯნებოდნენ. ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლები გვემიჯნებოდნენ. და ამას რო უყურებდე ციხიდან და ფიქრობ რომ რა სისულელეში ჩავასხი ფული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ რამეზე დავფიქრებულიყავი, რომ ეს ბრძოლა ყოფილიყო არა ის მეორე ადგილის ბრძოლა, არამედ მოდი მართლა ძალიან გაგრძელებულიყო და რამე ესეთი ყოფილიყო. მაგალითად ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, აგერ ქალბატონი სევდი ამბობდა, რომ ვერანაირად ვერ მიეცემა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია. გინდა მიიღონ მონაწილეობა, გინდა არ მიიღონ მონაწილეობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება აი ამ არჩევნებს? რას ნიშნავს ლეგიტიმაციის პრობლემა? მე საერთოდ არ მესმის, იმიტომ რომ ზოგადად ლეგიტიმაციის პრობლემა საქართველოში ბევრნაირად განმარტავენ. მაგალითად, მე თუ მკითხავთ, საერთოდ არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს, კანონში წერია ეს ხათვისორ ჩემი მოგონილი არ არის, საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს, მაგრამ
აი რა მე მაგალითად ბოლო პერიოდში რაც საერთოდ რაც მახსოვს არჩევნების ამ ქვეყანაში სულ ისტარდება საგანგებო მდგომარეობის დროს. და აი ბოლო პერიოდის ხან რაღაცა რუსეთში ჩერნობილში მივდივართ მაშინ სადაც ჩელიაბინსკში მივდივართ ერთი მხარის გადმოცემით მეორე მხარის გადმოცემით deep state-ი გვიყრობს. გვაქვს ბრძოლა. ანუ სად გავიღვიძოთ ჩელიაბინსკში თუ deep state-ის მონებმა. ანუ წარმოგიდგენთ ამას პედალირებს მთელი მედია ინფრასტრუქტურა, აი ამ სიგიჟეს უტენაიან ადამიანებს თავში და ყველა არჩევნები მიშა რო ჩამოვიდა ამ წელს, რავი ჩვენ თუ არა გვირჩევთ, აგერ მიშა უკვე ჩამოსულეთ და დედას გიტირებთ. ანუ ჩემი აზრით, ამ არც ერთ ასეთ არჩევნებს, ანუ ჩვენ რო ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, აი ეს რო ხდებოდეს ამერიკაში, ან ახლა ევროპაში რო ხდებოდეს. ანუ ჩავთვლიდი რომ საგანგებო და საომარი სიტუაციის დროს არ უნდა იყოს არჩევნები, როგორც ჩვენ ვატარებთ არჩევნებს. მეორე აზრი არის რომ არჩევნებზე დარღვევები თუ იქნა ესე იგი არჩევნები საერთოდ არა ლეგიტიმურია ასეთი აზრიც გვხდება მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში რაც იმარჯვებს ანუ ჩვენ პუჩ გამოვლილი ქვეყანა ვართ ყველას გვახსოვს რომ ამ ქვეყანაში იყო მომენტი როდესაც ხელისუფლება მოვიდა რომელიც უკანონოდ გმართავდა 100%-იანი ხომ არავის არ შეუწყვეტია მუზენაის საბჭოსთვის უფლება მოსულიყო ხო და ნახეთ ანუ იმ გაგებით თუ წარმოვიდგენთ რომ ლეგიტიმაციას თუ მაგ გაგებით შევხედავთ მაშინ გამოდის რომ ჩვენ დღემდე არა ლეგიტიმური თავრობა გვმართავს და ლეგიტიმაცია აქვს უზენაეს საბჭოს პირველ წევრებს ისევ მაგრამ იმათაც როგორ აქვს მათ ხო ვადა გავუვიდათ რაღაც ვადით იყვნენ არჩეულები მაგრამ არავის შეუწყვეტია უფლება მოსულიყო არა ხო მესმის მაგრამ ვადა ხო გავიდა ანუ მინიმუმ ვადა ხო გავიდა ახლა ასევე პარალელურად ყავს აფხაზეთიდან დევნილი თავრობის წევრები რომელსაც დღემდე აქვს ლეგიტიმაცია ახლა მოდით და პრეზიდენტი ყავს კიდე ასეთი სალომე ზურაბიშვილი კი ბატონო პრეზიდენტიც ასეთი უცნაური ლეგიტიმაციით ანუ წარმოგიდგინეთ რომ ჩვენთან ლეგიტიმაციას ისე განმარტავენ რომელიც მე არც ერთ ლექსიკონში არ მინახავს. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ლეგიტიმაციით დაუჯერო იმას, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს. შეიძლება ვიღაცა მათზე იძალა და დაგვაჩმორეს და ამიტომ აღიარეს, მაგრამ ხო აღიარეთ. ამიტომ ეს რაღაცა თუნდაც დაჩმორებული საქართველო, რომელსაც დაუმხეს ლეგიტიმური თავრობა, რომელსაც მეორეჯერ არ აარჩევინეს ლეგიტიმურად პარლამენტი. რაც გინეს დავარქვათ ამას. თუ ეს საქართველოს მოსახლეობა ამას იღებს ჩმორდება ესე რომ ვთქვათ და აღიარებს ამას რომ რავი მეშინია და იმიტომ აღიარებ ამას თავრობას მაგრამ როგორ ვთქვა რომ არ არის ვიღაც ლეგიტიმური და შესაძაც შენ მის მიერ გამოწერილ ჯარიმას იხდი თან მეუბნები არალეგიტიმურიაო ეს თავრობაო მაგრამ თან აგროვებ ფულს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმის აღსასრულებლად და მადლობას ვხდი ვინც ამას გააკეთებს მე ამას ყველაფერს ერთმანეთში ვერ ვსვამ. ამიტომ რაღაც ამ საყოველთაო სახალხო განმარტებით ლეგიტიმაციის შესახებ არ მოძრაობ. გონია რომ ლეგიტიმურია ის თავრობა, რომელსაც ხალხი აღიარებს. თუ ჩვენ გვინდა რომ ხალხი დავარწმუნოთ რომ თავრობა არ არის ლეგიტიმურია და მე მჯერა რომ არსებობს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით რომ თავრობამ არალეგიტიმურად გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მან უბრალოდ საჯაროდ ჩაატარა ფარული არჩევნები. მაგრამ ჩემი მეთოდი როგორ შეიძლებოდა ხალხი ამაში დამერწმუნებინა, რომ ეს ხალხი ამყოლოდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო, ეთქვა რომ ახალი არჩევნები დადეთ, თორე შემოვდივართ თქვენთან. მე ამაში ვინაიდან ოპოზიცია არ ამყვა, ტელევიზიები არ ამყვა, ამ იდეის პრევალირებაში ხელი შემიშალეს. და უბრალოდ იმ იდეით რომელი იდეითაც თვითონ მოძრაობდნენ 300,000 და 400,000 ხმა გაყავდა. ამით იყო წააგეს რაღაცა ტიპის ბრძოლა, რომლის შედეგადაც თავრობა ჯარიმებს წერს და ესენი იხდიან, აგროვებენ და იხდიან ამ ფულს. თავრობა ეფექტურ მართლობას ახორციელებს ჩემთვის სრულიად მიუღებელს, მათ შორის აი დევნის იმას თავისიანებს, აი კანაფთან დაკავშირებით, მაგალითად რაც გააკეთეს, რომელი ნაცი ნახეს იმაში, რა ქვია, ამ თემაში ან დასაქმებული ამ თემას რაც ეხებოდა ამ თემაზე სხვა დებატი შეგვიძლია გავაკეთოთ ხო და ხო დაერივნენ თავისიანებს ანუ ჩემთვის ეს ყველა სრულიად მიუღებელია რასაც აკეთებენ იმის გამო რომ გაბლატავდნენ დაერივნენ თავისიანებს აი თავისიანებთან დარვის ნაწილია ხო დღესაც თავაზობენ თვითმყოფობის თეორია ოფიციალური ვერსია რაც არის ოფიციალური ვერსია არის რომ ერთმანეთს დავირიეთ ისე რომ ადამიანები თავს იკავებენ რატო ის იაგორ მაგ თემაზე დღეს მთელი დღე ისე მიდის რომ თითქოს ქართული თუ რიჟვაძეზე იშოდა ხელს რომ აი კორუმპირებულია და ამა რიჟვაძეს მთელი წლები მე ამ ტელევიზიაში ვარ მთელი ოპოზიცია იმას ამბობდა რომ რიჟვაძემ რა გააკეთა და დღეს მთელი ოპოზიცია შემოტრიალდა და ოცნების მხარეს ცოტა აი პარადოქსულად მე საერთოდ არ ვიცი რიჟვაძე ეს თემა და მე საერთოდ არ ვიცი ოპოზიცია ლაპარაკობდა ამას წლები მე საერთოდ არ ვიცი მათ შორის რა მოხდა ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და ადამიანი რა ვიცი
სოლიდარობა ჩემი მის ოჯახს და მალე თვითონ ხელისუფლება იმედმა რა კარდებით რო გამოდორო თვითობის ცდელობა და ამავდროულად და ამავდროულად თვითონ ეს არის ხელისუფლების საბრალდებო დასკვნა და თვითონ ეს არის აი თორნიკე რიჟვაძემ და სხვა ქართული ოცნების წევრებმა ხო ზუსტად გაიგეს რომ ამ ხელა ძალაუფლება არ შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებას კონდეს თორე აბა ახალგაზრდა კაცი თვითობის ცდელობამდე რა მიიყვანა ჩემთვის ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო რომ იჭუბეს დათრუნენ და რაღაცა ესროლეს მაგრამ თვითონ თქვეს ეს გესმით და თუ ამას თვითონ ამბობ მაშინ უკვე მიზეზებიც უნდა თქვა რა მიიყვანა კაცი რომელიც ცოტა ხნის წინ ზენიტში იყო იმედია გავიგებთ რომ არ ვიმკითხაოთ თორნიკეს ჯანმრთელობა უსულოთ პირველ რიგში ის მოყვება ხო რაც მოხდა ესე ამ ქვეყანაში ყოფილა ძალიან მძიმე ფაქტები ფლად კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივანმა მოიკლა თავის აჯაია სხვა რაღაცა მისაბაძი მაგალითი თორე არ არის მისაბაძი მაშინაც მძიმე იყო ეს და ძალიან ცუდი ფაქტი იყო სხვა რაღაცა მინდა გკითხოთ ხელისუფლება აცხადებს რომ აი ლელოს ეხლა გამიზნული აქვს რომ ნაციონალური მოძრაობა გაწიოს და თავარი ოპოზიციური პარტია მოირგოს და უცხოეთიდან უნდა შემოიტანოს დიდძალი ფული. ასეთი განცხადებებიც მოგვისმენია. თქვენ რა განცდა გაქვთ? აი რატომ მიდის მართლა გონია რომ თბილისი შეიძლება გამოსტაცოს ვინმეს? უცხოეთიდან რა თქმა უნდა ლელოს ფული. არ ვიცი. ლელოს ფულის მეტი რა აქვს? გასულ წელს აქ რამდენიმე 100 მილიონი ნაშრომი. უბრალოდ საქართველოში. მარტო თბილისის მოგება ნახეთ რამდენია. მისი რამდენი პროცენტი აქ იქიდან ხაზარაძეს და მიხვდებით რომ არანაირი უცხოეთიდან ფული შემოტანა ხაზარაძეს არ ჭირდება. ანუ თუ მართლა ბრძოლა უნდა უბრალოდ რასაც ის აკეთებს აი ეგ რა ბრძოლა არის უბრალოდ ანუ კაც მილიარდი კონდეს და ასე იბრძოდე როგორც შენი ბრძვი რომ შენ ციხეში მიდიხარ შენი გუნდის წევრები გაგინებენ შენი ტელევიზია რა ვიცი პრემია დაუგვიანე თუ რატო არ ვიცი მაგრამ ისიც კი არ გადმორთულა შენს რა ქვია დასაცავად ზიხარ ციხეში ამ სისულელეს უყურებ ხო და ანუ ფიქრობ რომ ეს არის ბრძოლა ეს რანაირი ტიპის ბრძოლა არის ანუ მე მართლა ვერ წარმომიდგენია ეს ანუ რა ტიპის ან როგორი აბსურდული შეთანხმებაა თუ შეთანხმები ძის ხაზარაძე ციხეში ან რა დონის სულელი ხარ თუ ბრძოლა გადაწყვიტე ბრძოლის ფარგლებში ციხეში მოხვდი და ასე იბრძოდი როგორც შენი ბრძვი ანუ თელი პრობლემა ხო ამაში მდგომარეობს ლელომ ხო სინამდვილეში მთლიანად დააპარალიზა ოპოზიციური ვერა ჩაკეტა ტელევიზიები თავისი იქ ქონდა რაღაცა ლელოს თათბირები ტარდებოდა და ის ხალხი ვინც თათბირებში ესწრებოდა ლელოს მხრიდან ახლა საერთოდ წასულია ლელოდან ანუ მსგავსი რაღაცა არასერიოზულობა კონცერტთან ბრძოლის ფარგლებში რაცაც ლელო აქამდე აკეთებდა რავი მართლა ენციკლოპედიური შემთხვევა არის უნდა წიგნებში უნდა შეიტანო და უნდა ნახეთ მადლობა იაგო მართლა თამარ მადლობა იაგო ხვიჩე